თეოდორე სტუდიელი, მესამე საკვირიაკესა, რათა განვაგდოთ ჩვენგან ყოველი მოწყინებაი და აღსდგეთ საქმედ სულიერისა მოქალაქეობისა. გვაკურთხენ მამაო. ძმანო და მამანო და შვილნო, ვითარცა თითოეულსა თქვენსა თანააც თვისისა მსახურებისა საქმეი, ეგრეთვე მეცა თანამდებ ვარ თქვენ და სიტყვასა სწავლისასა ყოვლადვე. ხოლო უმეტესად დღეთა ამათ შინა წმიდათა მარხვათასა, ვინაიდან უმეტესისაცა მოღვაწებისა და კრძალულებისა და მარხვაი თანა გვაც, საქმით, სიტყვით და გონებით, არამიდრეკად გზისა მისგან წრფელისა, არამედ საქმითა სულიერითა და მოქალაქობითა წმიდითა მიწევნად წმინდასა აღდგომასა, უფლისა და ღვთისა და მაცხოვრისა იესო ქრისტესა. და ეჰა შემძლებელ თუმცა ვიყავ მრავალფერთა და თვითოსახეთა სიტყვათა თქმად, რომელნիմცა მადლითა ქრისტესითა ყოველთავე მოეზავებოდეს და სარგებელ ექმნებოდეს. რამე თუ მრავალნი არიან ძმანო თქვენ შორის, რომელთა უხმს ნუგეშინისცემაი და მოქენი არიან სიტკბოებისა, რომელთა უხმს დამტკიცებაი და სხვათა მოხსენებაი და სხვათა განმართებაი და რომელთა მე მხილება, სხვათა შერისხვაი და ვიეთმე შენდობაიცა, ხოლო სხვათა გამოწვლილვაი და რომელთა მე შეურაცხობაი და უპატიოებაი. რამე თუ ვითარცა იგი მრავალ არიან და თვითოსახე ჩვეულებანი და ვნებანი, ეგრეთვე შემსგავსებულად სიტყვაიცა მოძღვრებისა სახმარ არს, რამე თუ რომლითა სახითა ერთი განიკურნებინ, მეორესა ევნებინ, და რომელი სხვასა კეთილექმნების, იგივე სხვისა დამხსნელი პოვების. ამისთვისა არა მცირე არს მსახურება ჩემი, არამედ ფრიადცა დიდ და ძნელ, არამედ ვიხმიო იგი ლოცვითა მამისა ჩვენისათა და ვითარმე სულიერღა ვიყო, არასადა უდებყო იგი, არამედ ვისწრაფო და ვიღვაწო უფალთა ჩემთა და მამათა უმჯობესისა მოხსენებად. რამე თუ ყოველნი ნებითა ღვთისათა ცხოვნებულთაგანი ხართ და ყოველნი ცხონებად მოხვედით და არარაი არ საძიებელ თქვენ და სხვაი, არამედ მიმთხვევა ცხოვრებასა. გარნა ვინაიდან ყოვლისა კეთილისა წინააღმდგომ არს ეშმაკი, განვიცდებით მრავალსახეთა მათ მზაკვარებათა მისთაგან მრავალგზის, ვითა რიგი არა გვნებავნ, რამე თუ რომელთამე გულის თქმათა მიერ შესწვავს და თანაშემწედ აქუ სიყრმისა იგი ჩვეულებაი და რომელთამე მთავრობის მოყვარებითა დასცემს, რომლითა იგი თვით გარდამოვარდა ზეცითა და რომელთამე უდებებითა დახსნის და მოწყინებითა შეჰკრავს და მიჰყავს ვითარმეცა ენებოს და ვითარცა უნდეს. სხვათა ურწმუნოებითა დააქცევს და თვით სჯულობითა წარწყმეც და გამზადებს ქმნად უჯეროისა და რათა არა თვითეულად ვიტყოდე ყოვლითავე სახითა დაბრკოლებასა ჩვენსა ღონელ ყოფს და მარადღე დაცემასა ჩვენსა მოელის. არამედ შერისხენინ მას უფალმა ღმერთმან, რომელმან იგი უბრძანა ზღვასა დასდუმენ და დაიყავ პირი და შორს წარსდევნა იგი ჩვენგან. ხოლო ესე იქმნას უკეთო თავთა თვისთა მოვეგნეთ და მოვიხსენოთ პირველი იგი მიზეზი, რომლისა თანა და რომლისათვის აქა მოვიწიენით, და თუ ვითარნი აღთქმანი დავსხენით წინაშე ღვთისა, რამე თუ ვიდრე სიკვდილამდე ყოვლისა ჭირისა და იწროებისა მოთმინებაი აღუთქვით მას წინაშე მრავალთა მოწამეთა. ამისთვის ყოველთა ყოველივე ამაოი მიზეზი განაგდეთ, სულმოკლეთა სულმოკლებაი,
მთავრობის მოყვარეთა მთავრობის მოყვარებაი, მოწყინეთა მოწყინებაი, გემოთ მოყვარეთა გემოთ მოყვარეობაი, ამპარტავანთა ამპარტავანება, ცუდად მზვაობართა ცუდად მზვაუბრობა, კადნიერთა კადნიერება, უწესოთა უწესობა, მრავლის მეტყველთა მრავლის მეტყველება, სოფლის მოყვარეთა სოფლის მოყვარება, ხორცთმოყვარეთა ხორცთმოყვარეობა, მწუხარეთა უწესო მწუხარება, მოშურნემან შური, მხდომმან ხდომაი, მეშფოთემან შფოთი, უქმან უქმობაი. ესე და ესე ვითარნი არიან საქმენი ბნელისანი, ნივთნი სიბოროტისანი, ეშმაკისავნებანი და მოპოვებანი. ხოლო სახიერისა ღვთისა სათნონი და საყვარელნი მშვიდობა, სიმდაბლე, მორჩილება, უშურველობა, შრომა, მოღვაწება, განფრთხობა, სიყვარული, სარწმუნოება, სასოება, წესიერება და ლოცვა. ესენი არიან საქმენი ნათლისანი, ღვაწლნი სიმართლისანი, სათნოებანი წმიდათანი, სათნონი და ქებულნი. გევედრები უკვე სიყვარულისათვის უფლისა, განიფრთხვეთ შეპყრობილთა ზემოთხსენებულთა ამათ ვნებათაგან, განვიღვიძეთ მძინარეთა ესე ვითართა მათ შებრკოლებათაგან, უკეთუ გნებავთ ცხოვრებად ცხოვრება იკეთილი და უკეთუ გიყვარან ხილვად დღენი კეთილნი. ვისმინოთ მეტყველისა მის ვითარმეთ, მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი, მოიძიე მშვიდობაი და მისდევდი მას და კვალად, სადა არიან თვალნი უფლისანი, არამედ მოშიშთა მისთა ზედა, ხოლო სადა არს განრისხებული პირი უფლისა, არამედ მოქმედთა ზედა ბოროტისათა, მოსპოლვად ქვეყანით სახსენებელი მათი და ყოველივე შემდგომითი შემდგომად ფსალმუნებისა ამის კეთილსა სჯულისდებასა დაგვიდებს, უკეთუ ოდენ ვინებოდ კრძალვაი. და ამის პირისათვის კმა იყავთ სიტყვაი ჩვენი, ხოლო ვინაიდან ძმათაგანი არამცირედნი სნეულ არიან დღეთა ამათშინა, რამე თუ ჟამი ესე სნებიან, აწ უკვე მრთელნი შევეწივნეთ სნეულთა და სნეულთა მადლობით შევიწყნაროთ სნეულებაი ესე, ვითარცა სწავლა იცხოვრებისა, ღვთისა მიერ მოვლინებული და ყოველნივე მწუხარებანი მოთმინებით და მადლობით თავს ვისხნეთ, განბანად და განწმენდად ცოდვათა ჩვენთა. და რაჟამს განტევებულ ვიქნეთ სნებისაგან, ნუ მიმოვიტაცებით ცუდად და ამაოდ, არამედ თავისთავე სამსახურებელთა მოვიქცეთ, რამე თუ არა არიან ჩვენ და ვერცხლით ფრთილნი მონანი საქმედ მსახურებისა განჩინებულნი, რამე თუ განსაცდელი ცოდვისაგან შემოხდა და მოციქულმან მსოფლიოთა მიუშვა, რათა იგინი მსახურებდნენ მათ. არამედ ჩვენ თვით ვართ მონანი და უფალნი თავთა თვისთანი, რომელნი მსახურებთ და ვიმსახურებით, ვინაიცა კრძალვაი დიდი თანაგვაც, რათა უფრო ზღავ მსახურებდეთ, ვიდრეღა ვიმსახურებოდეთ ვისგანმე. იცის უფალმან თითოეულისა თქვენისა, თუ ვითარ იყო პირველ და რაბამ იყო სოფელსა შინა, და თუ ვითარ არს აწ, და თუ ვითარ აიძულებს თავსა თვისა და მოითმეს, და ვიედთა თანა აღრაცხილ არს, და თუ რაბამ არს დგომასა შინა ეკლესიისასა, და თუ ვითარნი ყვანან წინა მავალნი და მიმდგომნი, და თუ რომელთა თანა იქცევის და სჭამს გინა დაიძინებს და ვითართა კმა იყოფს სამოსელთა გინა ხმალთა. ამის უკვე ყოვლისათვის ჭეშმარიტმან აღმწერელმან მართალმან მან, გამასწორებელმან, შეუცვალებელმან მან თვალმან, მიაგოს კაცად კაცაცა საქმეთა მისთაებრ, ვითარცა წერილ არს. ამიერიდან ნურას ვინ ზრუნავს გარეწარსა, ნუცა სხვას არასა იგონებს,
არამედ რომლისა იგი ჯერ არს გონება, რამე თუ წინაშე ღვთისა განცხადებად ვართ, რომლისა წინაშე წარსდგებით საშინელსა მას და შესაძრწუნებელსა სამსჯავროსა, რაჟამს იგი საქმეთა ჩვენთათვის სიტყვა იმივცეთ, რამე თუ მისა შვენის ყოველი დიდება და პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.